ხანძარი ახალციხეში თამარაშვილის ქუჩის 31 ნომერში ხანძარი იყო. ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში მეოთხე სართულზე გაჩნდა, რაც მისი მეპატრონის თქმით გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. დაიწვა საყოფად ცხოვრობო ნივთები. ბინა 66 წლის ვაჩო აბოიანს ეკუთვნის, რომელიც უკვე 20 წელია მარტო ცხოვრობს. როგორც მან მეცხრე არხთან განაცხადა, გაზის ბალონი აუფეთქდა. წყლის დასხმას სცადა, თუმცა ცეცხლი უკვე დივანს ეკიდა. ვაჩო აბოიანმა სახესა და ხელებზე მცირე დამწვრობა მიიღო, თუმცა შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა პირველადი დახმარება გაუწია. ხანძრის შესახებ სახანძრო სამაშველო სამსახურში შეტყობინება 17 საათისათვის შევიდა. როგორც სამსახურის უფროსმა პაატა კბილაშვილმა ექოს განუცხადა, ცეცხლი თავდაპირველად დივანს მოეკიდა, თუმცა ლოკალიზება მალე მოხერხდა. თამარაშვილის 31 ნომერში რამდენიმე საათის მანძილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები. აფეთქა. პატარა ბალონი იყო, აფეთქა. მე წყალი მივეცი წუდასუდა, მაგრამ ძალა არ ქონია. მე ეს მოვიდა. შეტყობინება შემოვიდა 9 საათის ადრე რა უკან. დივანს ეკიდა ცეცხლი და სახლი გადარჩა. მიზეზი იყო გაზის ბალონი პატარა. დაზიანება შეშინებულია თვითონ ისა. ცხოვრები რა.